წარმოუდგენელი რაღაცა გვაჭუხა ემპარმა. 10 წლის უკან ეს ალბათ იყო ოცნება. და მე ვხედავ, რომ ეს ყველაფერი სიყვარულით არის გაკეთებული. და ეს არის თქვენი მამოძრავებელი ძალა. აბა დავაყაროთ ახლა მარილი და თან. მარილი. ეს წასილა. არა. მარილი მithot. გავაკეთე და გაკეთებული ახლა მას გადავხედავ. ეს ჩემი ცხოვრების გამარჯვებაა. რო უკვე გასინჯვაც არ უნდა ამ კერძს იმდენად სასწაულია მე მჯერა. ღვინო და ხილი, როგორც ამბობენ, სიძე დედოფალი არისო, მაგრამ ღვინო ნამდვილად სიძე იქნება. რა თქმა უნდა, მაგის ყველაფერს უნდა დახაბეთ. ეხლა მე ვიმყოფებით ცაგერში, სოფელ ოყურეში. ზუსტად აქ, ამ სოფელში, ამ მიკროზონაში იზრდება ვაზის უნიკალური და უძველესი ჯიში, რომელსაც უსახელოური ჰქვია. ეს ღვინო ძალიან უნიკალურია თავისი თვისებებით და საკმაოდ ძვირადღირებული. თუმცა ფასში არ არის საქმე. მასში მე ვენახეს მთელი ენერგია და სიცოცხლის ნაწილი აქვს ჩადებული. ზუსტად აქ, ამ მიწაზე მადლი უხვად ეფინება ამ დალოცვილ მიწას. დიდი ილია წერდა: ამიერკავკასია ჰავისა და მიწის სიკეთითა შემძლებელია თითქმის ყოვლისფერისა, რაც კი რამ იზრდება, მოდის და ხეირობს დედამიწის ზურგზეთ. ჩვენი ხალხი ძველის დროიდანვე ვენახის კეთებას მისდევს. ჩვენის ქვეყნის ბუნება და ნიადაგი სრულად ხელს უწყობს ვაზის გაშენებას. დიდი სიმდიდრე თუ არ მოაქვს ღვინის მოსავალს ჩვენი ხალხისთვის, ცოტა შველას მაინც აძლევს. შრომა და ჯაფა მუქთად არ მისდით. სიყვარული არის საჭირო ამ საქმის აუცილებლად. ადამი ქართველ კაცს ახლა ეს უდითქან მეკონდა ეს ვენახის სიყვარული და ღვინის სიყვარული თუ გინდა და სოფლის სიყვარული და ეს აუცილებელი ამის გარეშე საქმე არ გეთდება. მით უმეტეს ეს საქმე არ გეთდება. მე ახაური ვარ, აქ ჩემი წინაპრები ცხოვრობენ. ალბათ 1-4 საუკუნე მაინც. აი ხანს ვიარე მეც ზევითქვევით, მაგრამ ბოლო-ბოლო მაინც საკუთარ კერას დავუბრუნდი. ტიტე მანდარიამ კოოპერატივი ლეიფანა აქ ამ ადგილას დააარსა. უსახელოურის მოვლა პატრონობა და სიყვარული წინაპრისგან უსწავლია. ამ საუკუნეებით გამოცდილ გზას სიხარულით მიუყვება და თვლის, რომ მისი საქართველო აქ არის. რო გამოდიხარ დილას, დამშვიდებული და წყნარად ვუყურებ საკუთრებას. და მით უმეტეს სამნავი კაი საკუთრებას. მით უმეტეს მარანში კაი ღვინო რო გეგულება და თან სუფრაზე სადღეგრძელოსაც რომ მიაყოლებ, თრად კარგია. უსახელოური საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული ჯიშია და საკმაოდ ცოტა მოდის. თანაც მხოლოდ აქ, ამ სოფლების, ოყურეშისა და ზუბის მიდამოებში. ამ ფერდობებზე ეს ჯიში სწორედ იმ დოზით და იმ დროს იღებს მზის სხივებს თუ ტენიანობას, რომ მისგან უნიკალური შავი ღვინო დადგეს. ის საკმაოდ მკვრივი, დაბალანსებული სასმელია კენკროვანი არომატით. დაახლოებით ამის გავრცელების არეალი არის 100-120 გექტარი. აქ სამი სოფლის ნაწილ ტერიტორიებს მოიცავს, ყველა სრულად არა. ეს არის ოყურეში, ისუნდერი ზუბი. ის გარკვეულ ტერიტორიაზე, მთლიანად მთელ სოფლის ტერიტორიაზე არ მოდის. ევროპის სამეზობლო პროგრამამ სოფლის მეურნეობის დახმარებისთვის სოფელ ოყურეშიც მოაღწია. კოოპერატივი ლეიფანა ემპარტის მიერ დაფინანსდა. One important aspect of agriculture is that beyond the economic and social significance of the sector, it's also extremely relevant from the point of view of the heritage of any country. When we think about France, probably we associate France with a number of topics, and many of them have to do with agriculture, with food products, with the cuisine, etc. The same could apply to Italy, to Spain, to virtually every country. So agriculture is part of the branding of any country, and food is also part of the branding of every country. But beyond that, it has to do with the values and with the feeling of dignity by the population of every country. And this is something which is particularly important in the case of Georgia, a country with a very rich historical background,
a country where history is part of daily life. So from that point of view, from that perspective, if we really want to move forward, we have to bring with us the best of our past. And part of our past as a nation is agriculture. სოფელ ოყურეშს ზემოდან ხვამლის მთა დაჰყურებს. თითქოს სამყაროს მოწყვეტილი მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობას შორის უხვი-მღვიმეებით მდიდარი გასაოცარ საიდუმლოებებს ინახავს და არავის უმხელს. ქართლის ცხოვრება გვაუწყებს. ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხვამლის მთამ გადაარჩინოსო. ისტორიულად ეს ადგილები სწორედ ქართველ მეფეთა უმნიშვნელოვანეს განსაცავს წარმოადგენდა. მეც ვახერხებდი საკუთარი ძალებით ამის შენებას. როგორ მცირე რაოდენობით ძალიან დიდი დახმარება გამიწია ემპარდის პროექტში მოვხდი და ძალიან დიდი დახმარება გამიწია დაახლოებით 8000 ძირის გაშენებას მიფინანსებენ. ახლა მე და ჩემ სამ თანამონაწილეა კიდევ 3 ოჯახი ჩემთან ერთად. და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ამისთვის რომ დროზე მომეშველა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ ოყურეში, ეს გახლავთ ცაგერის მუნიციპალიტეტი. ცაგერის მუნიციპალიტეტი. ბატონი ტიტე მანდარიას ოჯახში. როგორი უცნაური გვარი გაქვთ? ძალიან საინტერესო გვარია. ჩემი გვარი წამოსულია დაახლოებით 4-5 საუკუნის უკან, ძველი სამურზაყანო დღევანდელი გარის რაიონია. დიახ, რაღაცა ისეთი გვარია, რომ რაღაცა ბრენდი უნდა არსებობდეს მაგის. ეს ღვინო უკავშირდება ამ გვარს საერთოდ. მაგ ცნობილი იყო როგორც მანდარიას ღვინო. ეს usახელოური. საინტერესოა. აი, ეხლა მე როგორც ხედავ, აქ თქვენ ყველაფერი გაგიმზადებიათ, სუფრა გაგიშლიათ. აი, ეს ყველაფერი თქვენი მომზადებულია ალბათ. ვერ ვიტყვი სრულად, მაგრამ ძირითადად კი მე ვამაყობ. ნამსხრებსაც თქვენ ნამსხრებს სამწუხაროდ ვერა. სხვადასხვა მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ ბატონი ტიტე უცოლო გახლავთ და ძალიან საინტერესო ახალგაზრდა. ასე რომ კარგი პერსპექტიული ახალგაზრდაა. მოკლედ დავიწყოთ ახლა, მინდა გავსინჯოთ თქვენი ნახევარი, თუ შეიძლება. აი ეს არის გლეხური სალათა. სალათა. დიახ და ეხა რაღაცა ეს პამიდორი თქვენი მოყვანილი. კულინარიული შედევრი არ არის, უბრალოდ გაკეთებული, მაგრამ გემრიელი. ხო, მაგრამ თქვენი პამიდორია ალბათ. ადგილობრივი, კი. ადგილობრივი გადამსკდარი, სულ ბუნებრივი ისეთია, ეს ტკბილი ალბათ, ხო? აუცილებლად უნდა გავსინჯო. ხო, ეხა ეს ტყემალი ამ ქალაქში ამ სილისტიან ქათამს ვაჭამთ. ნახეთ ამ ამის ხორცს არაერია. დიახ, ეს ალბათ სახში მოყვანილი ქათამი. ადგილობრივი, კი. ხო, საერთოდ პატარა ქათმები ნამეტანი გემრიელი გამოირჩევა. გემრიელია, რა თქმა უნდა. დიახ, ამასაც გავსინჯავ. და ჩვენ ახლა ველოდებით გოჭს და ბატონი ტიტე წარმოგვიდგენს გოჭის დაჭრის მეთოდს, რომელიც არის უნიკალური. არის ძალიან ოსტატურად მოფიქრებული და მე ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაცა სიბერეში კულინარის გამომიყვანეთ თქვენ და მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი რჩევა, ვინც გოჭის დაჭრა არის. ხო, ეხლა თქვენ გითხარით, მე ვიცი, რომ თქვენი მოწინავეა თქვენი კოოპერატივი, შორს განთქმული აქვს სახელი ესეთი უნიკალური ჯიშის ღვინის წარმოებით. დიახ და რაში დაგეხმარათ ემპარტი? ემპარტი ძალიან დაგვეხმარა სხვათა შორის. მეც ვაკეთებდი ჩემი ძალებით თვითონ, მაგრამ ცირედი რაოდენობით. როგორ არ დამეხმარა 8000 ძირი ვენახის გაშენებაზე მიფინანსებს ყველაფერს თავიდან ბოლომდე დაწყებული და ვერზის შეძენიდან დამთავრებული ბოლომდე. დიახ. სარზე და სინაზე აყვა. ჯიშია. სულ ერთი ჯიშის. 8000 ძირია დაახლოებით ჰექტარ ნახევარზე შენდება. ჩემს გარდა კიდევ ჩემ კოოპერატივში გაერთიანებული არიან 3 ჩემი მეგობარი და მათთან ერთად განაწილებული გვაქვს ზუსტად. This is definitely one of the very important reasons why agriculture matters. If you look into Europe, for instance, we don't have that many farmers anymore, but still agriculture is a very important element in the fabric of the European Union. In terms of the budget, we put a lot of budget for agriculture, in terms of the different measures that we have in support to the sector, because we really want to enjoy countryside which is still alive, which is still beautiful, and that we can be proud out of it. Because if we are proud to be Europeans, it's also because of our agriculture, our rural areas, and the beauty of our landscapes. ველოდებოდით გოჭს და მოვიდა გოჭიც.
გოჭი სად არის შემწვარი? გოჭი ჩვენთან აგერ მეზობლის თონეში შემწვარია ჩვენებურად. რას ხმარობ ზემოდან? რას უსმებთ? უსმევენ რაღაც ზეთით და მარილით და კვერცხით გაჯერებულ მასას და ძალიან კარგი გამოდის. ძალიან გემრიელია. რას თქმა ადგილობრივი გოჭია და უგემრიელესი. და ნახეთ როგორი წითლად დაბრაწული. აი მოვიდა, მოიტანე. მოიტანე. შეხედეთ რა სილამაზეა. აი გოჭი. ნახეთ, საწყალი გოჭი ცოტა ვანდალურ ელემენტებს აქვს აქ. ადგილი მეგობრებო, მაგრამ რა ვქნათ, ქართულია და შეხედეთ, ეს არა მარტო ქართულია, არამედ მე მსოფლიოში მინახია. აი ასეთ გოჭს ნივრით ტენიან ხოლმე და ისე წვავენ თონეში და ცეცხლზე. აი ასეთი და ნახეთ რა მადის აღმძვრელია. შეხედეთ რა სასწაულია. ალბათ ეს კანი ხრატუნაა და ეს ზუსტად ის რაც ჩვენ გვიყვარს ის. ეს საფირმოარი. და ეხლა აი გვაჩვენებს ისე ოსტატურად ამის დაჭრას, რომ არ ვიცი, მე ძალიან ველოდები და იმედი მაქვს ვისწავლი და მოახერხებ მე ახლა გობი უნდა მოვიტანო და ცოტა ხნით დავდებ ამას და მე გობს მოვიტან გობებს გავიტანოთ კადრით ლეიფანა აწარმოებს ვაზის უნიკალურ ჯიშს უსახელაურს და ცაგერის რაიონში მოქმედმა მევენახეებმა, ფერმერებმა და კოოპერატივებმა უпростоრად გადაწყვიტეს გაერთიანება კიდევ უფრო გამსხვილებული იყვნენ, შეექმნათ მეორე დონის კოოპერატივები. მეორე დონის კოოპერატივები მათ საშუალებას აძლევთ შეცვალონ თავიანთი პროფილი, მევენახეობის პროფილი შეცვალონ უკვე მეღვინეობის პროფილით. ეს კი მათ საშუალებას აძლევთ მნიშვნელოვნად გაზარდნონ თავიანთი შემოსავლები, მნიშვნელოვნად მეტი შემოსავლები მიიღონ, არა მხოლოდ უკვე ყურძნის რეალიზაციის შედეგად, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციის შედეგად. ეს ძალიან სერიოზული და კარგი მოძრაობაა და ალბათ სასურველი იქნება თუ სხვა პროფილის სოფლის მეურნეობის სხვა დარგშიც მომუშავე ფერმერები და კოოპერატივები მიბაძავენ მათ. ეხლა ავხსნათ როგორ ხდება ამ გოჭის დაჭრა. პირველად აი რა უნდა მოვაჭრათ? ბარკალი. ესე იგი, საერთოდ საქართველოში ყასაბის ინსტიტუტი ცოტა მოიკოჭლებს. ხო, არ არის ახლა ეს პროფესიონალის დონეზე. ხო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან კარგი უნარი გაქვთ ამისა, რომ აი ეს მასტერკლასი ჩაგვიტაროთ. კი ბატონო. მეცდები ახლა და მე ვერ გეტყვით ახლა მაინც რომ დიდად მოვიწოდებ ამ საქმეში თავს, მაგრამ ესე იგი, ამისთვის უნდა გქონდეთ სეკატორი. აი ასეთი დანა ვაზის მაკრატელი, ხო? ხო, ამის საჭირის მაკრატელიც არის, მაგრამ ახლა მაგას სამნახავ. და ესე პირველად ეს ბარკალი თავისი ფეხით ასე მოიჭრა. კი ბატონო. საერთოდ ეს თქვენი ღვინო usახელოური ცნობილია რომ ძალიან ძვირი ღვინოა. და არის დელიკატესი. ჩამოსასხმელი ღვინოა გლეხურად დამზადებული, გლეხური წესით დამზადებული, რომელსაც 50 ლარად ყიდი ლიტრს. ფოთში ჩამოსხმული მაღაზიაში ან რესტორანში რა თქმა უნდა სამჯერ უფრო ძვირია. დიდი ილია თავის წერილებში კოოპერატივების წარმატებას არაერთხელ აღნიშნავს. ერთ-ერთი პირველი კოოპერატივი 1874 წელს კობლენცის ახლოს გერმანიაში შექმნილა. ისე კარგად მიდის ამხანაგობის საქმე, რომ დღეს აქამდე მომდურავი არავინ არ ახყავსო. იგი ქართველ მეღვინეთა გასაგონად აცხადებდა, რომ თუ სურთ, რომ ჩვენმა ღვინომ უცხოურ ბაზარზე ადგილი დაიჭიროს, ქართული ღვინო მართალი უნდა იყოსო, ბუნებრივი, ნატურალური ფალსიფიცირების გარეშე. ერთი ჩავარდნა მქონდა ისე, ძირითადად მაინც ვახერხებდით ასე თუ ისე, ზოგ კერძო კლიენტის მოზიდვა, ზოგს სახელმწიფო რა თარხნებიც მოდიოდა და ყიდულობდა და განსაკუთრებით გაგვიჭირდა აი 2008 წლის მოვლენების შემდეგ 1-2 წელი ჩაგვივარდა რა. ბოლოს 2-3 წელიწადია რომ პრობლემა აღარ არის გაყიდვის. ჩემთვის ცნობილია რომ თქვენთან სტუდენტები სტუმრობენ ხოლმე და საზაფხულო პრაქტიკაზე ჩამოდიან თქვენთან და კი ახლა ცოტა ხანში აპირებენ ივლისის დასაწყისში გამოთქვა 2 სტუდენტი აგრარული უნივერსიტეტიდან მოდის ხაზაშორის გოგონები სოფლის მეურნეობაში ახლა ცოტა იშვიათია დაინტერესება მაგრამ გოგონები არიან ჩამოდიან პრაქტიკის გავლას აპირებენ ჩვენთან თქმა უნდა ცოტას დაგვეხმარებიან ცოტას ჩვენს ვასწავლით რაღაცებს და ძალიან კარგი ამდენიმე დღით ჩამოდიან პრაქტიკის გასავლელად ჩვენთან და არის მეორე მეთევზეობის კოოპერატივი რომელთანაც აპირებენ ისევე მისვლას როგორც ჩვენთან
ნამდვილად სწორი არჩევანია ეს მხარე რომ აირჩიეს, იმიტომ რომ მე თვითონ გაოცებული ვარ ამ არაჩვეულებრივი ბუნებით, ამ სიუხვით, სტუმართმოყვარეობით, ესეთი ექსკლუზიური პროდუქტით, რასაც თქვენ გვახვედრებთ, მეთევზეობის კოოპერატივი იქნება თუ თქვენი და ამდენად ღმერთმა მოგცეთ შესაძლებლობა, უნარი და ეს ძალიან კარგია რომ ეს სიყვარულია თქვენი დრაივი. ნამდვილად. სასწაულია. ტკბილია, ძალიან ისეთი ქალური ღვინო, აი რაღაცა. მე ვფიქრობ, ეს არის ძირითადად მანდილოს ნემს ამან. ეს ღვინო არის ქალი. აღიმარჯოთ. ჩვენს მიწაზე ვაზის ამბავი ქართული მატიანესავით უტყვი ისტორიაა. მამა-პაპათა ნაღმაგარი და სახსოვარია. სულიერი საზრდოც არის და ღვთის კურთხევაც. მიწაზე დაგამკვიდრებს, მტერს შეგარიგებს და იქნებ იმ ქვეყნის სიყვარულიც გასწავლოს, სადაც შენ ნახით გალობენ და სადაც გვაჩვენებენ, რომ შესაძლებელია, თუ კი გინდა, საჭიროა, რადგან ამის გარეშე ვერ ვიქნებ.